ამ ცხოვრებამ ვერადამი იადავარდები მიყვარს ეს სიმღერა დილავიშვილი დოდისამ შესალმებად დაჭმუჭრული დოდონა მანე მისწრებით დავანგრია ხალხო სახლი მოიცათ ვიპოვე აი მე ამოჩემება მაგ აი მაინც ის მინდა რაღაცა კონკრეტულად ის კურსი აი მე დედა კიდევ კარგი რომ ერთი კოზი ყავარ ერთია რომ 3 კი გამოვა მაია მოკლედ ოდი ხა ვიჭორაო თქვენთვის რაღაც ამბები რა მინდა ჭიქარი თქმა უნდა შვიდ აღჭირდება ჭიქა ხავისათვის მოსადუღებელი რა თქმა უნდა ყავა აი მე გადაზეზილი ვარო დოდონა რო იტყო და ზუსტად ეგეთი გადაზეზილი ვარ ხალხო ისე ვარ ოგურიოთ მოკლედ ვიყავი ექით როგორც იქნა ენდოკრინოლოგთან მივედი და მითხრა რომ ნუ ნერვიულობო შენ არ გაქვს ესეთი მაჩვენებლებიო რომ აი მე ჩემი ემოციები მოუყევი რა თქმა უნდა არ გაქვს მაგდონებდი საქმე რატო მოიკალით ყვილად თავიო ნამდვილად არ გაქვს შენ იმდენი სანერვიულო ახლა ამ მეჩვენებლების გამო რომ აი მართლა ჩათვალო რომ ვაიმე დიაბეტი მაქვს და რაღაცა ხო ხდებით ეს ემოცია არ უფრო ბეტა უჯრედის ის არისო პრობლემა დავიდე ეს რა ის არაფერიო დამინიშნა ეს სახობის წამალი რომელიც ნოსვა დღეში ერთხელ 3 თვე და აუცილებლად კვების შეცვლა რომელიც უკვე მე-5 დღეა წარმატებით მიმდინარეობს რა თქმა უნდა კორპორატულზე ზუსტად ვიცი რომ ამერევა ასევე ზუსტად ვიცი ახალწელს ამერევა ამაზე ვისაუბრე კიდეც ანუ ჩემს ეკიპს რომ მეთქი ამერევა რა ვიცი რომ ამერევა და ეგ ზღვაში წვეთია იმას არებებთან შედარებით რასაც ხალხი ურევსო და კი ბატონო რამდენიმე დღე არ არის პრობლემა მაგრამ მე უნდა მიებასხა თვეები 3 დღე არის აუცილებელი იმისათვის რომ კვება იყოს ბევრად ჯანსაღი ვიდრე დაუშვათ აქამდე იკვებებოდიო რაც შეეხება ასე ვთქვათ კალორიულ დეფიციტს მე ვთქვი რომ კალორიულ დეფიციტზეც ვიყავი და ანუ ასე შემოუყევო ყველაფერი ძალიან კარგიაო ანუ ზოგადად კალორიულ დეფიციტი რა თქმა უნდა დეფიციტს ქმნის და იკლებ მაგრამ ჩემს შემთხვევაში კალორიულ დეფიციტი რა თქმა უნდა ვერ გამოვა რადგან ადრე თუ თითქმის ყველაფერს მივირთმევდი და კალორიებში ჯდებოდი და ვანგარიშობდი და იმდენ გრამს ჭამდი თუ რაღაც ასე შემდეგ ახლა ეს არ გამომადგება იმიტომ რომ ფიზიკურად ის საკვები რასაც ვიღებდი თუნდაც კალორიულ დეფიციტში ბევრი რამ არ მეჭმევა შესაბამისად ამ შემთხვევაში ჩემთვის კალორიულ დეფიციტი წამგებიანი იქნება ასე ვთქვათ და გადავედი ასე ვთქვათ ჯანსაღ კვებაზე ხა 100% ჯანსაღ კვებაზე ესე როგორც აი მიყვებიან ხოლმე ხო იცით ყველაფერს ისე ვერ მიყვები რა თქმა უნდა მაგრამ არაფერს არ მივირთმევ პრინციპში კი მივყვები მაგრამ აი ძალიან კუწუკუწუთ რომ მიყვებიან თლად მასე ვერ მივყვები თუმცა პურფუნთუშეული ტკბილეული რაღაცა ჩაბუჟბუჟებული ტომატში რაღაცა საჭმელები ჭარხალში ნუ ბევრი რამ რაც ზუსტად ვიცი რომ მავნებს ამ ეტაპზე ყველაფერი მაქვს ამოღებული ძირითადი ჩემი აი უფრო საკვები რაც არის ოსპი რომელიც იხარშება ჩვეულებრივად როგორც ოსპი იხარშება
და ძალიან მშრალად არა ოდნავ წვენს ვუტყოებ, რომ აი ოდნავ სისველი გქონდეს და ძალიან სასიამოვნო ყველთან ერთად, ძალიან სასიამოვნო რა, ხო ხვდებით. ყველთან ერთად წიწმატი, რა ვიცი, ვაყოლებ იმას, რაც თქვათ შემიძლია რომ დავაყოლო. ასევე ხა გუშინ მოვიტანე ხამსა, არ ვიცი, წელს არ მიჭამია და ძალიან მინდოდა. და იმას ვქენი გოგოებო, გავარჩიე, გავასუფთავე, ჩემთვის ახლა ზეთში და იმაში არ გამიკეთებია, თუმცა ცხიმი შეგიძლია ჩვეულებრივად მიირთვა. უბრალოდ არ მინდოდა ზეთში, ახლა ზედ მეტი ცხიმი კიდე აღარ მინდოდა, არ საჭიროებდა რა. ისედაც ძალიან გემრიელად მივირთვი. ხო და შენი წიწმატი ყველი და ვიქეიფებ მაგრად. სამსახურში დავდივარ გოგოებო, ზუსტად გამომდის 4ჯერადი კვება, ანუ დილით, მერე 2:30-დან 2-მდე მივირთმევ, მერე 5:30-დან 5-მდე მივირთმევ და მერე რომ მოვდივარ 9:30-ზე მიმთავრდება კვება 9:30-დან 9-მდე. 8-მდე ვერ, იმიტომ რომ ნუ ან გზაში ვარ, ან იმ წუთის მოსული ვარ და უნდა გავამზადო, მოკლედ ვერ თქო მეუთხარი ექიმს და არ არისო პრობლემაო მაგის რომ აი 9-ზე ასრულებ, არანაირი პრობლემა არ არისო. შეგიძლიაო ჩვეულებრივად დაასრულო. ამაზე ვკითხე და მითხრა რომ მავნებელია თქო, რამდენად მავნებლობაა და ასე შემდეგ და მაინტერესებდა და არანაირი მავნებლობა ასე ვთქვათ ხა მაგას არ აქვსო, ჩვეულებრივ დამატკბობელიაო, ნუ რაღაცების შეზღუდვებით. თუმცაო შეგიძლიაო ყავაზე ნახევარი კოვზი შაქარი ჩვეულებრივად ჩაიყარო, ანუ მოიმზადო შაქრითო, იმიტომ რომ არანაირი იმას არ გაქვსო ხა ის მაჩვენებლები, რომ აი ყველაფერნაირად აგიკრძა, აი არო. თუმცა რადგან უკვე ნაყიდი გაქვსო და ხალხო კარგად ბევრია. 650 წელი ყრია. ხო და გამოიყენეო, ეხლა შეგიძლიაო 2-3 ჩაიყაროო და აქაც მოვწერე ცოტათ შორის რომ ყავაშიო ვიყრიო 4-5 თუ რაღაც ეგრე დაახლოებით და გუშინ გოგოებო სინჯერ ერთის მაგრად 2 ჩავაგდ. ვაიმე! ისეთი ტკბილი იყო, ჩემი ყავყალო ვერ დავლიე. ერთზე საკმაოდ მწარია და ორზე ძალიან ტკბილი, ამიტომ მოდი ერთი ჩავაგდოთ, იმიტომ რომ არ შემიძლია ძალიან ტკბილს მე ვერავიტან. თუმცა გუშინ ბიცოჩემ თავიყავდა შაქრი დავლი ჩვეულებრივად, როგორც მომიდუღეს ისეთი, მაგრამ ანუ ხო ხვდებით რა. ოკეი, ძალიან დამამშვიდე და მეც დამიმშვიდ და გონება ისე ვინერვიული, ხალხო ისე ვინერვიულობდი, აი არ ვიცი. ხო და არაფერი არ არის სანერვიულო, ეხლა ნახეო კვებითაც კი, რადგან შენ უკვე დაწყებულიც გაქო ეს რომ მივედი, უკვე დაწყებული მქონდა, ხო? კვების შეცვლა, რადგან შენ უკვე დაწყებული გაქვსო და ეს ძალიან კარგია რომ უკვე დაწყებული გაქვსო, შეგვიძლია კიდეცო რომ აი ცოტა გვიან დავიწყოთ მიღება, აი ამ წამლამდეც უკვე ცოტა კარგად ჩამოვაო, მაგრამ მოდიო მივაშველოთო, ასე ვთქვათ და ახლავე დავიწყოთო, ეს 2 დღე ვერ ვიწყებ, იმიტომ რომ იწვევს ფაღარაც, შეიძლება და შეიძლება არ, მაგრამ იწვევს, ნუ ძირითადათო, რამდენიმე დღე და მერე, ნუ გადაგივლისო, ხო და მე კორპორატულზე ვარ წასასვლელი და ამიტომ ეს 2 დღე თავი შევიკავე და მოკლედ ესეთი ამბები, ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი მოკლედ ლაგდება ამ კუთხით. რატო და? მოიცა სიყვარულო. ხო და მოკლედ ესეთი ამბავი მთლიანობაში ყველაფერი მოკლედ რიგზია იმასთან შედარებით, რაც ყოველ შემთხვევაში მეკონა. დღეს უნდა შევიდებო თმა, აუცილებლად. მანამდე სახლი უნდა მოვალაგო, სადილი მზად მაქვს და აღარ ვენერვიულობ, რომ რაიმე რა დავუტოვო შაბათს და რაღაცები. მოკლედ სადილი მზად არის. ხო და კორპორატულისთვის უნდა მოვემზადო, შევიღებო თმა და ასე შემდეგ. გუშინ მოვედი სახლში გოგოებო, მე დავკარგე სახლის გასაღები თავის შემოსასვლელთან, ანუ აქ შემოსასვლელიც ხო დავკარგე და ცენტრალური კარის შემოსასვლელის გასაღებიც დავკარგე.
ზუსტად მახსოვს ხალხო რომ სახლში შემოვიტანე გასაღები, აი ზუსტად მახსოვს და მეკავა ძალიან ბევრი ცელოფანი და დიდი ალბათობით ჩავარდა რომელიმეში და ნაგავს გავაყოლე მოკლედ, ანუ სხვაგან მართლა არ ვიცი წავიდა, ან ისეთ ადგილას არის, აი ხო ხვდებით თითქოს აიქ რო არის და ვერ ხედავ, აი დაახლოებით რა. ხო და მოკლედ დავკარგე და ძალიან ვწვალობ ხარ მამაჩემს ვეხვეწები იმის გასაღები დამიტოვე და შენ ამის დამიტოვე და აი მოკლედ მაგრად ვწვალობ და გუშინ მოვედი სახლში ხო და ყოვა რომ მოვიდა აუ რა უნდა გითხრაო მოკლედო დაიმსახურეო ესო რომ საჩუქარიო გაგიკეთო და რა ვიცი ვიფიქრი ახლა მინიმუმ რა ვიცი რა რაღაცა სხვა ხო და ნუ იტყვით და გასაღები გადავიბრალა ჯემი იმის რა ქვია დაბლა ფარხში შემოსასვლელის მაგრამ საქმე იმაშია რომ რიც დაიმსახურებ ვუთხებ რომ არიცალა საერთოდ და რანაირად მოახერხე მე ვუთხარი ისეთი გახარებული ვარო ეხლაო ისეთიო რომ სიხარულით გაგიკეთეო მე ვუთხარი რა ხდება ძალიან უცოტახტი საყვარელი ეს სახში მქონდა კაცობა რა როგორ ლამაზი რა საყვარელი ხო და რა მოხდა მე ვუთხარი რანაირად მოხდა რომ მოიცალე და რაც დაკავშირებით გავიკეთე მე ვუთხარი იცი რა ვიპოვეო რა იპოვე მე ვუთხარი იცი რა უნდა იპოვა და სახში მოვედი ხალხო ცოტა აი მიწეულ მოწეული დამხვდა სახლის რაღაც ავეჯი რა მეთქი რა იპოვე და ბევრი ქურთუკი აქვს მოკლედ და რაღაც ნაწილი ქურთუკების ჩალაგებული გვაქვს და შენახული გვაქვს იმიტომ რომ ნუ არიც მე სავარაუდოდ რაღაც ერთხელ რო ჩაიცვა და გაიხადა და ნუ მოკლედ არიც მევს გამოვიღეო ერთ-ერთი ქურთუკი რომელიც საუკუნე არც მია და დევს უბრალოდ რა დეკორად ხო და მოვიცვიო და რა თქმა უნდა ყოველ წელს უნდა გაირეცხოს ყველა სეზონზე უბრალოდ უნდა გაირეცხოს ამას იმიტომ რომ ნადების უნი მაინც აქვს ხოლმე და ამაგას ხო ჩავიცმევდიო ქონდა რაღაც სპეციფიური დაკრავდაო და ჯიბებში ჩავიწყე ხელი რომ ვისწორებდიო ქურთუკს აბა როგორ მქონდაო და რაღაცა მომხდა ხელში რა მომხდა ვიცი რა მე ვთხარი რა მოკლედ ძალიან დიდი ხნის წინ დაკარგა ოქროს სამაჯური ჩემო მეუღლემ და ისაუცრებავ იპოვა მისივე ქურთუკში და მე ვკიოდი სიყავდი ზეგავე თვალები გადმომწვიდა მეთქი მე ხუმრები აი ესეთი სასწაულებიც ხდება ხოლმე ხალხო აი წლების დაკარგულ ნივთს პოულობ და ეგრევე მითხრა რომ იქნებო შენი ბეჭედით სადმე არისო ეგრეო და დავძებნოთ ვაი მე ვთქვა იმდენი ვეძებე თან აქადამი კარგავს მე მაღლა დავკარგე მაღლა სართულზე და აი თან ზუსტად მახსოვს ხალხო სად დავდე და დიდი ეჭვი მაქვს რომ ეგ არის მოპარული ანუ ზუსტად მახსოვს სად დავდე ხო და ესე იგიო უეჭველიო სადმე შეიძლება შენიც ვიპოვოთ აი ვთხე მაგის იმედი კი არ მაქვს მაგრამ იჯე მაინც რო იპოვე იმიტომ რომ სულ საწყაიღე სამაჯურს და არ ვიცი აქიდო მოკლედ რა ხო და ისეთ გაღარებული ვარო აი არ ვიცი ხო და ეს მიწეულ მოწეული იმიტომ დამხვდა რომ ჩემს იმას ეძებდა თუმე გასაღებებს რომ სად წაიღო ერთი და მოძებნო და ხანი გვეძებეო ხა მე იზრატო აწია კონკრეტულად ის ადგილი კაცმარიცის მაგრამ აი მან ააწევია ბედმა ხო და მე ხო გასაღები მაქვს და თავისუფლად შემოვალ და ახარ შევახუწები 700 კაც რო კარი გამიყონ ხო და მას კი სამაჯური დახვდა ჯიბეში და მე რო ნახეთ შის ჩამკეტი რო არის ეგ აღარ იკეტებოდა და ეთყობა სადმე იყო და ეს ჩამკეტი რო იმას აქნა არ დავკარგო ჩაიდო მოკლედ რა არ ვიცი ესეთი ამბავი ძალიან გავიხარდა ძალიან მე თვალები რატომ ეკავება ხოლმე ხო არ იცი ჩიფთხუებით რა ვიცი ამას მეტად რა გაბეხარდებოდა არ ვიცი გუშინ ისეთი გახარებული ვიყავი რომ მეთქი ბრავო შეიძლება
შარშან ამ დროს დედაჩიმი აქ იყო საქართველოში ახალწელს აქ შეხვდა. ნოსტალგია მაქვს. თან სერიოზულად. მე მგონი ხალხო მივეჩვიოთ ნამწარე ყავას. მარტივად ვსვა. მე მგონი ვეჩვევი. ხო, სრულიად უშაქროს გოგოება ვერ ვეჩვევი, კი დამიწერეთ, რომ მაგას ჯობიაო, რომ უშაქრო მიიღო. განა არ მესმის რას მეუნებით, მაგრამ ვერ ვეჩვევი. ანუ ვერაფრით არ მომწონს მიზეზები. ვაიმე, მოგვივიდა მარიკოს ფოტოები ზეიმის და ვაიმე, ისეთი საყვარელი იყო ხალხო. რაც მე ვიჯღავლე ზეიმს, ზოგადად კულისებში ვიდექ იმე, იმიტომ რომ ბავშვებს მართავთ, ასე ვთქვათ, კულისებიდან, ხო, ესეთ პაწაწუნებს, რომ მივაშველოთ ხელი საით გაწიონ თუ ასე შემდეგ. ხო და მამამისი დარბაზში იყო და მამამისიც კაის იყო, რა ქვია, აღელვებული. ხო და ფიფქედაშვილი ჯუჯეს თამაშობდა და პეპიც იყო და მე თქონდა ქაერახოთ ახლა იმ ჯუჯის მონაკვეთი როგორ დგას როიალთან და მე როგორ მოდის ფოტოებს გაჩვენებთ ანუ როგორ დავავალეთ რა თქმა უნდა ანუ გადიან ფიფქია და ჯუჯები და ეს მივივა და დგას და შემოდის მე ფიფქია რომ პაციაო სათხარო შენ ანუ ჩამორჩიო და მე გაჯგიმული გავდი ყუცდა საგზავნის ნუ აი ხალხო დაიხოცა დარბაზის სიცილით ნუ აი იყო ამ ხელა და უსაყვარლესი იყო აი დაწყეჭირილი აი ესე მოვდოდა ყვარყვარით ნუ ძალიან ყვაყოფილი ვარ მისი ზეიმით ძალიან კარგად გაართვა თავი და გამოუცა კიდეც რაღაცა მომენტებში იმიტომ რომ ისეთი ნიუანსები ახსოვდა თითქოს მეგონა დაავიწყდებოდა და ძალიან კმაყოფილი ვარ ამით ხო და ველოცავ ჩემს სიყვარულს დიდნაფის ზეიმებთან დაკავშირებით და ზოგადად ყველა პატარას ვინც იქ იყო რა თქმა უნდა ისეთი ლამაზები იყვნენ მე ხა მათ ფოტოებს რა თქმა უნდა აქ ვერ დავდებ და ვერ გაჩვენებთ მაგრამ მარიკოსაც აუცილებლად გაჩვენებთ როგორი ჩაყარელი იყო კოჩკი პუშო კაბატიოდა ხო და ზუსტად ამიტომ არის რომ გარკვეულ ფსიქოლოგებს საერთოდ არ ვეთანხმები იმაში რომ აი სახლში დედასთან უკეთესად და აი ბაღი არ საჭიროებს თუ რაღაც აუ კარგით რა გეხოწებით რა ბაღი არ საჭიროებს ხალხო რა ბაღი არის ეხა ის რაც მიიღო მარიამმა თუნდაც ამ ზეიმით ეს სიხარული ეს რაღაცა განვითარება რამდენი რამე სწავლა ხალხო იცით რა რამდენ რამეზე იმაშობა ხომ დედა აი ასე გავაკეთე დედა აი ამიტომ ის გავაკეთე აი ამას სახში ვერ მისცემ რა ეხა სახში სპექტაკლს ვერ დადგა ვერ მოიწევ შვიდას კაცშენიკ ну შვიდას პირობითად გეუბნებით და ანუ ამ ემოციებს ხო ვერ მისცემ რა არ არის ძალიან კარგია ეხა ბავშვი რომელიც ის ენერგიულობს ბჟირდება და ნუ ყურყვე მართება და ვერაფრით ეგ სხვა ვითარება მაგრამ ჩემთვის რა ვიცი ძალიან დადებითია და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ადგილი ხო და მოკლედ ესეთი ამბები გოგოებო გაზაღებიც მაქვს თუ კიდე არ დავკარგე მე ხმასაც ვიღარ ამოვიღებ ის რომ დავკარგო ხო და სახლის მეუთხარი რატო არ გადახოთ ვერ მოსწარი უმკვეთეს უცებ და წამოვიღეო და იმას იცი ვერ კიდე სხვა რამე ვიპოვო და იმასაც გაგიკეთე კაი მეუთხარი ხო და იმ სიგრძე რაღაც ხო ისიც გრძელი იყო მაგრამ კიდე კარგია აი ის მეუთხარი ნუ მომკლავთ მაგის გამო მაიცდა მაიც ხო და ეს გოგოებო მოკლედ შემიძლია გაგიზიაროთ ასევე მარიამის კარატეს კადრები ოღონდ ხმას გაუთიშაო რა თქმა უნდა რომ ეგრევე YouTube-ს ხო იცი რა საზღარი წესი აქვს ეგრევე რომ გიბლოკავს ყველაფერს ხო და ისიც გაჩვენებთ მთლიანი გაკვეთილიც დევს რა თქმა უნდა მათ Facebook გვერდზე რომელიც გავაზიარე მაგრამ იმას ვერ დავდებ იმიტომ ბევრი ბავშვი ჩანს აქ ვერ დავდებ YouTube-ზე
და მარიკოს კადრები ამოვჭერი, ასე ვთქვათ და იმას აუცილებლად დაგიდებთ, რომ არის საყვარელი. ანუ ხალხო ძალიან შოკირებული ვარ, იმდენ რაღაცას ვნახულობ და აღმოვაჩენ მარიამთან დაკავშირებით და იმდენად ბედნიერია კარატეს რო სწავლობს და იმდენად ბედნიერია ბალეტს რო სწავლობს. აი ხო უსაშველოდ ვიღლები თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ მე რამდენჯერ მიტირია გზაში თუნდაც სახლში ესაკიდებული რომ მომყავს და მტკივა ბეჭები ხელებს რო ვეღარ ვამოძრავებ და პლუს ჩანთა და რამდენი დღე რავი კვირაში რამდენიმე დღე ასე ვარ რომ აი უკვე ფიქრობ რომ მორჩა ვეღარ შევძლებ დილით კიდევ ამ პროცესის გავლას რა მაგრამ რო ხედავ რა რამხელა ნაბიჯებს დგამს და რამხელა სიხარულებს იღებს ხო აი ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ ბოლომდე სკოლამდე სანამ მივალთ ეს ყველაფერი გაიაროს ანბანელაში იმიტომ რომ უნდა გაიაროს რა არის ბაღი სადაც მას შეუძლია ძალიან ბევრი რამ მიიღოს და აუცილებლად ვატარებ ბოლომდე და მე მყავს ისეთი დირექტორიც, მენეჯერიც და ზოგადად კარგი სტაფი ვართ, მაგრამ აი რატო ვამბობ ხო დირექტორს აი მაგიტო ვამბობ რომ ძალიან ბევრი გამიკეთეს, იმიტომ რომ მოიყვანე ბავშვი აქვს და იქ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გვერდში გიდგანან და ანუ მენეჯერი ხო საერთოდ მარიამის კვებაზეა გადარჩული და არ ვიცი ცამდე მადლობელი ვარ, ნუ მისი პედაგოგების ხო საერთოდ ძალიან დიდ შრომას დებენ მარიამის განვითარებაში და ყველა ძალიან ბევრ აგურსდებს ხო და ყველა ძალიან დიდი მადლობა აკეთებ. მარიკო აბა ვნახო შენი სადილი კი დედიკო მობრძანდი. მოდი ჩემო სიცოცხლე, მოდი უკვე დე. სადილის როა მარიკო. ჰაი ხალხო. დილის მადლი თქვენცა მეცა. ესე ტრენდულად გავიშალე თმები გუშინა ხამის 12-ზე შევიღები. პირველს 15 აკლდა დავიბანე. ესა ხალათი აბა დაიჩქედით. რა ის აქვს დუნე. თურქეთიდან არის, თურქეთიდან მაგარი ხარისხია. დავინახე ეგრევე დავეცი. როჩავიც უყაფშევ გორავე ისე მომეწონა ხო? მაგარი ის არის რა ქვია. ხალათი გამოდგა აქ ამა ყავა. ყავა მაქვს დღეს არის დიდი დღე. კორესპონდი თუ რა ქვია გოგო? კორპორატიული არის დღესა. უნდა ჩავიცვათ კაცი თქუცი, უნდა ვიცეკო. ახლა მე საჩუციკვა მიხერხება უმაღლეს დონეზე რა, მაინც მოქნილი ადამიანი ვარ. შეგატყობინებთ ჩაგიკაკლავთ ყველაფერს. ახლა ხო ის უნდა დავიფირო. რა ვიცი, სახის ნიღავი ყოფილა ვითომაც მეც. აი ეკენი მომატყუებენ მე. მთელი ღამის დათენები, ნანერვიულები, თავატკიებული, ყურატკიებული, ხახატკიებული მოგესალმებით. აიმე, ჰაი ხალხო. აიმე. ხალხო, გული ბაგაბუქში იყო, ბაგ რა იყო? შეკაიბაბი და ხო. არ ბაგარიჭური კანა ხარ. სად მიეტრეოდი, რომ მიეტრეოდი. დადგა ახლა ეს კაცი და ბოლტას ასწევს ხო? უი დედა. ასე ირანი მოიტაცებს, აჩი პაცი ბუბუს ვარ მოიტაცებს. სად გარბოდი შვილო? ახლა ვერ გავიგე. და დავდგეთ ახლა მთელი მსოფლიო და ვინერვულო საწავი და შეირაგა. სად მიდიოდი გირათვალა დედა, ახლა სად მიდიოდი შვილო? ფერეთი ყვაზი არა, გამისივდა თავი ნერვიულოვინ. ახლა ებაძებნინეთ კიდე. და უსუქა. აიმე. როიცოდეთ ხალხო ვის ჩავახტი დაუნდობლად ხახაში. ვის ჩავახტი ეგრევე, ბატი. შეიძლება სიცილით გადაიცვალოთ. ვოი და მუხვე, ჰაი. ისინი რო დგანან. კანტრალიორები. ხალხო, გაფიცებთ მამიდაშვილებს. შეიძლება მამიდაშვილები არ ყავდეთ. მეც მაფიცებენ და ვიძახი რომ ამინ არც მე არ ამყავს.
და ფეხი ჩამოდგმა დამაცადე თქვა გაიბაბი დაშვილებო. ეგრევე რო არ შემომახდეთ ნესტოში. ჩამოვდგა ჩემი ორი შვართი ფეხი ხო? ახლა სწორად გამიგეთ ფეხი ჩემია. რაც იმას ნიშნავს რომ უნდა ჩამოვდგა. მე ბალღი გადავიკიდო რომ მიტრომანკა ამოვიღო ხო? ეგა ხო იცით რა არის? ადებ და მგზავრობ რა. როგორ ავუხსნა? როგორ არის ისა? უცხოენაზე როგორ ბარად რა ხო ხდები და რაღაცა. გაიხო ხალხო კარგა მომაწყდა სახეში. აი ხო მე უთხარი დედა სანგელოზო. რა ხდება? აიღეო ბილეთი. ამაზე ხო რო წამომახურა ეგრევე ყაყლატო გადამეკეტა. მე სხვა საეუბნებოდა, მე რაღაცა. მე უთხარი და ამიქანავდა პეპელა. ეს რო მიკეთია, მე უთხარი. ხალხო ახლა სწორად გამიგეთ მე. ბოლო თვეებია რა, ფსიქოლოგთან უკვე კონტაქტი განულებულ. ხო და ახლა შეიძლება ცოტა მჭირდება, მაგრამ ხა ცოტაზე ხო არ ვივლი ხო, ძალიან დამჭირდება მე წავალ. ეხლა ხო არ გადავყრი ფულს. ხო და მე უთხარი. ჩამოდი დაბლა. მაღლა ამოვიდა. ჩამოდი მე უთხარი დაბლა და გელაპარაკო. დაადე გაატარე. ჩამოდი დაბლა მე უთხარი და გელაპარაკო და წამომეყოყლო და ისა კისერი ახლა მე ისედან შველივით კისერი მაგრამ მე უთხარი უკაცრავად თქვენი სახელი აბითხრა გოგო ისა რო არის რაღაცა ყვავი უყარს რა ენჯელა ქვიაო ძალიან არ მოხიბრული მე უთხარი მე ვარ დოდი დოდი მე უთხარი და გავაფართოვე თვალის გუგები ახლა მე რაც არ მეშლება თვალის გუგების გაფართოვება მოგიხსენებათ ხო მაგრამ კანეთ დაო მე უთხარი რო არ შემასყდე ხო და ჩამოვიდე ჯერა მე უთხარი რომ გაჩვენო ახლა ხახო ცხოვრებაში არ მივლია ხო იმისი ბარად მაგის გარეშე ახლა მე გიხამაკლია ხო სადღაც ხო და რო შემასყდები მე უთხარი ხო ჯინაზე არ გაჩვენებ მე უთხარი აბა დამაჯანი მე თუ ხალი ხარ მე უთხარი მიიწერ რა ეწერ დაო დედა მე უთხარი რაც მიკეთებ შვილო მივადე ბარად გატარებულ მე უთხარი მაჩვენი არ გაჩვენებ მე უთხარი და შეჯექი ვირზე ხო და ერთიც უკნიდან უთხრეს რომ მიადო ქუდოდი ამაშო როგორ კადრებო მე უთხარი თუ გავიშალე ეს ლამაზი დალალები და გადავრეკე კალასთან ზვანოკი გავუშვი მე წადავრეკა მე უთხარი ხო დაგჭდება ჩემი ამბავი ხო დაუ დაიმახსოვრეთ ჩემი სახე სამაგიდო წინათ გედოთ სანამ კიბეზე ფეხს არ ჩამოვდგა ხო არ გაჩვენებ ბარად აეგრე რა იყო შეკაიბაბი და გუგებს შუა შემომახტე ახლა მე გუგას ლამაზი მაქვს მაგრამ მინდა ეხლა შენი შემოხტომა რაღაცა ხო არაპირეთი ხახო ნერვების აშლას გავაკლებე მაგაზი ნერვები ვიშალო მე ხო ფსიქოლოგს გადავურეკე მე უთხარ ქვეყნიდან არის გაქციო აირია და მე უთხარი ამბოლო დროს თვალის გუგებს ვატყობ რომ ცოტა რა მაგდასამალი ხო და რა ხდება მე უთხარი ხო და წამლებს რამეს იღებ როგორ არ ვიღებ ხალო მე უთხარი სიცხეს რა მიწევს ციტრამოსო დამიწევს მე უთხარი როგორ არ ვიღებ ყიაფთია პარაცეტამოლკას ხაჭავ მე უთხარი არა რამეს ხო არასვა კალო შენ რა ვიღორ მოწი მე უთხარი რა უნდა დავლიო ხო აი საქვეყნიდან შეიძლება ნერვები აღარ ყოფნიდა და ესეც ვაკ შლაპა ბაი ახლა კი დავდივარ გარეთ მეზობლებს გულის გასახეთქად მიკეთია იმედი უკვე დასკდეთ ხო